Word 2010-ში ადვილია სასურველი ტექსტის პოვნა და მისი ჩანაცვლება სხვა ტექსტით. სასურველი ტექსტის საპოვნელად უნდა დავაჭიროთ Find Relax. სადაც გაჩნდება ნავიგაციის პანელი, სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ ჩვენთვის სასურველი სიტყვა. ჩავწეროთ მაგალითად თბილისი და დავაჭიროთ ძებნას. ნახავთ, რომ ჩვენს კონსტიტუციაში თბილისი ნახსენებია მხოლოდ ერთხელ. ავკრივოთ სხვა სიტყვა, მაგალითად მოქალაქე. და ვნახავთ, რომ მოქალაქე ჩვენს კონსტიტუციაში ნახსენებია 42-ჯერ. თუმცა სიტყვა მოქალაქე შეიძლება იყოს სხვა ბრუნვაში, ანუ იყოს სხვა სიტყვის ნაწილიც. სასურველი სიტყვის პოვნა და ჩანაცვლება შეიძლება replace ღირაკის გამოყენებით. ამ შემთხვევაში გაჩნდება სიტყვის პოვნის და ჩანაცვლების დიალოგის ფანჯარა. აქვე არის ძებნის ფუნქციაც, სადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ დამატებითი ოფციები, ანუ მოვძებნოთ ფორმატიც და სპეციალური მახასიათებლების საშუალებითაც კი. გამოვიყენოთ ჩანაცვლების ფანჯარა და სიტყვა საქართველო მაგალითად შევცვალოთ გრენლანდიით. იმ შემთხვევისთვის მაგალითად გრენლანდიელები დანიას სამეფოდან მოინდომებდნენ ჩვენი კონსტიტუციის გამოყენებას, ალბათ ასეც მოიქცეოდნენ. და დავაჭიროთ replace alls, ანუ ყველა ჩანაცვლება. Word-მა დაგვიწერა, რომ ასეთი შემთხვევა იყო 169 და 169 შემთხვევაში შეცვალა საქართველო გრენლანდიით. თუ დავაჭერთ OK-ს და შემდეგ ძებნაში ჩავწერთ გრენლანდიას და დავაჭერთ find the next, ანუ იპოვე შემდეგი. ნახავთ სიტყვა გრენლანდიას საქართველოს მაგივრად. როგორც ჩანს, სიტყვა საქართველო ჩვენს კონსტიტუციაში ნახსენები ყოფილა 169-ჯერ. ჩვენი მოქმედებები შეგვიძლია უკან დავაბრუნოთ ანდუღილაკით. და საქართველო დაბრუნდება ისევ საქართველოდ. ტექსტის პოვნის და ჩანაცვლების დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ დამატებითი ოფციებიც. დავაჭიროთ replace relax და შემდეგ შევცვალოთ მაგალითად გრენლანდიას ფორმატი. დავაჭიროთ more-ს, აუცილებლად გრენლანდიას და შემდეგ ავირჩიოთ ფორმატი, ანუ ჩანაცვლებული გრენლანდიის ფორმატი შევცვალოთ. შევცვალოთ მაგალითად შრიფტი და ის გავხადოთ მსხვილი და შრიფტის ფერი გავხადოთ წითელი მაგალითად. გრენლანდია. დავაჭიროთ OK-ს, შემდეგ დავაჭიროთ replace alls, ანუ შეცვალე ყველა და დაგვიწერა Word-მა, რომ მან ჩაატარა 169 ასეთი ჩანაცვლება. დავაჭიროთ OK-ს და ვნახავთ, რომ გრენლანდია, სადაც ჩანაცვლა საქართველოსთან, არის ყველგან წითელი ფერის. დავაპატარავთ და დავინახავთ თუ რამდენჯერ არის ჩატარებული ეს ჩანაცვლების ოპერაცია.